ტაძრის აშენების იდეა იბადება იქ, სადაც საჭიროება ჩნდება ტაძრის აშენებისა, მინდა გითხრათ. შეიძლება ამ პასუხმა გაკვირვებას გამოიწვიოს, იმიტომ რომ ერთი ტაძარი რო უკვე არსებობს, მეორე რაღაც საჭიროა და მოგახსენებთ ამის შესახებ. მაცხოვრის ამაღლების ტაძარი 1999 წელს იკურთხა. ძალიან დიდი მრევლი დაგროვდა, მოგეხსენებათ, ეს ისეთი ადგილია, საბურთალოს პანთეონის მთავარი შესასვლელი, აქ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია დაკრძალული, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ცნობილს არაცნობილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ტაძარმა მიიღო ესეთი დატვირთვა, რომ ძალიან ხშირად შეიძლება შეესწროთ აქ გასვენებას, წესისაგებას ტაძარში, მიცვალებულთა განსაკუთრებულ მსახურებას. შესაბამისად, სხვა მსახურებებისთვის გაგვიჩნდა პრობლემა, რომ რაღაცნაირად დამთხეოდა ერთმანეთს, უხერხულია ახლა მიცვალებულთა მსახურების პარალელურად რაიმე სხვა ჩაატაროს ადამიანი. ამიტომ გაჩნდა ესეთი საჭიროება, მივმართეთ მის უწმინდესობას თხოვნით, რომ გვექნებოდა თუ არა ამაზე ლოცვა კურთხევა. მისი უწმინდესობა დათანხმდა და თვითონვე მოიფიქრა, ვისი სახელობისა უნდა ყოფილიყო, თვითონვე გვიკარნახა და გვაკურთხა, რომ ეს უნდა ყოფილიყო წმინდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი, რადგანაც ეს მოვლენა თვითონ მკვდრეთით აღდგინება, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგინებას მოასწავებდა წინასწარ და შესაბამისად მკვდართა აღდგომას ემსახურება აი ეს უდიდესი დღესასწაული და ამ ტაძრის კურთხევაც ამ შემთხვევაში ისეთ სადღესასწაულო დღეებში, როდესაც სახელმწიფო დასვენება არ არის. მაგალითად, ესეთი დღესასწაული გვაქვს ჩვენ ხარების დღესასწაული. არიან ადამიანები, რომლებიც ღამის თევაზე ვერ დგებიან. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ღამის თევა ურჩევნიათ, იმიტომ რომ სამსახურებში არიან გასაქცევი. ჩვენ ამისი საშუალება მოგვეცემა, რომ ერთ-ერთ ტაძარში დადგება ღამის თევის მსახურება, სადაც მოვლენ და დაესწრებიან ის ადამიანები, რომლებსაც მეორე დღეს სამუშაო გრაფიკი აქვთ და ვერ მოახერხებენ დილის წირვაზე მოსვლას და მეორე დილის წირვაზე დადგებიან ის ადამიანები, რომლებსაც ღამის თევა უჭირთ. პირველ რიგში მე რაც გავაკეთე ეს იყო, რომ დავავალე ჩვენს სამრევლოს და მე თვითონაც დავივალე, რომ დაგვეწყოთ ფსალმუნის კითხვა. ეს ფსალმუნი არის 126 ფსალმუნი, რომელიც ასე იწყება. თუ უფალი არ აშენებს სახლს, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უფლის ნება არ არის ესა, მაშინ ესე იგი როგორც არ გინდა იშრომე, არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან. დავიწყეთ ამ ფსალმუნის კითხვა და ძალიან მალე გამოჩნდნენ ადამიანები, არქიტექტორები, რომლებმაც ბატონი არჩილ მინდიაშვილის არქიტექტურით იყო ეს ტაძარი, ამაღლების ტაძარი აშენებული და ბატონი არჩილი დაიგრძალა ამაღლების ეზოში. მისმა ორმა შვილმა, ეს არის ლაშა და გიორგი მინდიაშვილი, შეიმუშავეს გეგმა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ტაძარი. ამოჩნდა ასევე ერთი ადამიანი, რომელიც არის ახალგაზრდა ბიზნესმენი, ცოტნე წულეისკირი და მან გამოიჩინა ინიციატივა და თქვა, რომ თვითონ ააშენებდა ამ ყველაფერს. დღეს მოხდება მისი კურთხევა, ველოდებით გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია უნდა მობრძანდეს ტაძრის საკურთხევლად.
ღირსშესანიშნავ დღეს ულოცავ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს საქართველოს ეკლესიას რამე თუ იკურთხა ახლად აშენებული ტაძარი ყოველი ტაძარი თავისი საძირკვლით მდგომი მიწაზე ჯვრის წვერით ებჯინება ზეცას როგორც ბრძანებენ წმინდა მამები ტაძარი ეს არის ზეცის სარკმელი დედამიწაზე ეს არის შესასვლელი წმინდათა წმინდათაში ანუ სახე ცათა სასუფეველისა ეს ტაძარი ჩვენ შეგვახსენებს იმის შესახებ რომ ღვთის ხელშია ჩვენი ცხოვრება რომ ღმერთი არის უფალი სიკვდილისა და აღდგომისა რომ ის უფლებს სიკვდილზეც და როგორც 4 დღის მკვდარი ლაზარე რომელიც ხრწნილებას იყო უკვე მიცემული ღმერთმა აღადგინა და ამით აჩვენა თავისი ძალაუფლება შეკრებილ ებრაელთა ერს რამე თუ ჯერ ერთი სული დააბრუნა სხეულში და შემდგომ სხეულიც გაამრთელა და კვლავ ყო ის ხნე და ჯანმრთელ და ამით თავისი დიდებულება და ღვთაებრიობა აჩვენა შეკრებილ ერს აი ეს ტაძარი შეგვახსენებს ჩვენ რომ ღვთის ხელშია ჩვენი ცხოვრებაც ჩვენი სიკვდილიც ღვთის ხელშია ჩვენი აღდგომაც რომელსაც ჩვენ ველოდებით და ეს ტაძარი ნუგეში იქნება ამ სასაფლაოზე დაკრძალული მიცვალებულებისათვისაც და ჭირისუფლებისთვისაც რამე თუ სიმბოლოა აღდგომისა და კიდევ ერთხელ შემახსენებელი ღვთის სიდიადისა ჩვენთვის მინდა დავლოცო ყველა ადამიანი ვინც იშრომა ამ ტაძრის აღშენებაზე მისი ქტიტორი ბატონი ცოტე და მისი ოჯახი აქ შრომელი ხელოსნები ხატმწერები ოქრომჭედლები მინდა განსაკუთრებულად მიულოცო და დავლოცო ამ სატაძრო კომპლექსის წინამძღვარს მამა კახაბერს სასულიერო დას მაქვს პატივი რომ გადავცე ბატონ ცოტნე წულეისკირს საპატრიარქო სიგელი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა წმინდა ლაზარეს მკვეთრით აღდგინების ტაძრის საბურთალოს სასაფლაოსთან აღშენებელი და გამამშვენებელი ბატონი ცოტნე წულეისკირი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე თბილისი 2025 წელი მეუღლე გარდაიცვალა 7 წლის უკან და გადავწყვეტეთ რომ მის აღზე აგვეშენებინა ეს ტაძარი. ამიტომ უფროსმა შვილმა ითავა ამის ხელმძღვანელობა და მაგან ყველაფერი გააკეთა. 2 წელიწადში ეს ტაძარი ავაშენეთ ჩემი მეუღლის სახელზე. მარინე ჯიშკარიანის სახელზე. ჩემმა მეუღლემ მიიღო მონაწილეობა ამ ტაძრის აშენებაში. და დღეს ამ ტაძრის კურთხევა არის, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა. მთელი ოჯახი ყავით, ასე ვთქვათ, ჩართული, იმით რომ გულშემატკივრობდით. ულოცავ ყველას ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს, ახალი ტაძრის კურთხევას მეუფეს გსტუმრობ და მეუფე ანდრეას კურთხევით. მამა კახაბერს ძალიან დიდი მადლობა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ტაძრის კურთხევა პირველი წირვა-ლოცვა ახალ ტაძარში და ირინეც გახარებულია. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით ამ ტაძრის აი ამ სამრევლოს წევრებო, მე თქვენთან ერთად ვარ ბრძანებს მაცხოვარი. შესაბამისად,
ეს გახლავთ უკვე ადგილი, სადაც შევიკრიბებით ჩვენ ქრისტეს სახელით, საღვთო მსახურება აღესრულება და შესაბამისად ქრისტე იმ სახარებისეული სიტყვების მიხედვით ჩვენთან იქნება თუ მისი სახელის მოხმობით დავიწყებთ ჩვენ ამ მსახურებას ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური წირვები შესრულდება ახალ ტაძარში ჩვენთან არს ღმერთი